მწერალთა სახლი. შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო და სტუდია კოცსი წარმოგიდგენთ. რევას კვერენჩხილაძის წიგნს საბუთები ღაღადებენ. პროექტი მომზადებულია სტუდია კოცსის ბაზაზე. რევას კვერენჩხილაძე, საბუთები ღაღადებენ. წიგნში წარმოჩენილია დამოუკიდებლობის მოპოვების 1918 წლის სიხარულთან ერთად მისი მოვლა პატრონობის მოწოდებანი და გარემოებანი. დამოუკიდებლობის სულისკვეთება და ამის გამომხატველი მიმართვები, პუბლიცისტური წერილები, დაბეჭდილი თუ ზეპირად გავრცელებული ლექსები, ამბები. დამოუკიდებლობის დაკარგვის 1921 წლის ტრაგიკული გარემოებანი. საქართველოს რევოლუციური კომიტეტისა და კომპარტიის ცეკას დადგენილებანი და განკარგულებანი. პარტიის ხელმძღვანელთა აღიარებანი. შინ სახკომის მუშაობის მეთოდების მამხილებელ დაკითხვათა ოქმები თუ სხვა საიდუმლო მასალები. მისივე მუშაკების განამხელი. შინ სახკომის ფარული თუ გაშიფრული აგენტების, დამსმენთა და პროვოკატორთა შეტყობინებანი. რეპრესირებულთა მონათხრობი. განცხადებანი შინაგან საქმეთა კომისრისა და პარტიის ცეკას სახელზე. საპატიმროდან მოწერილი ბარათები და ნაპატიმრალი ლექსები. საქართველოს მწერალთა კავშირის დიდხანს გასაიდუმლოებული სტენოგრამები, პარტიული ცენზურის დადგენილებანი. ამ წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით გაწეული უანგარო დახმარებისათვის ავტორი გულითად მადლობას უხდის საზოგადოება მემორიალის თავმჯდომარეს ბატონ გურამ სოსელიას, ამავე საზოგადოების პრეზიდიუმის წევრს ილამაზ მიწიშვილს, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს გიორგი ციციშვილს და ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს გელა საითაძეს. რედაქტორი როსტომ ჩხეიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, რეცენზენტები გელა საითიძე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ციციშვილი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი. ჩვენთვის ძვირფასია მშობლები, შვილები, ახლობლები, მაგრამ ყველა წარმოდგენა სიყვარულზე თავს იყრის ერთ სიტყვაში: სამშობლო. მარკუს ტულიუს ციცერონი, ძველი წელთაღრიცხვით 106-43 წლები.
თავი მეოთხე. დამოუკიდებლობის გადასარჩენად. პირველი ნაწილი. გათავისუფლებული და აღდგენილი ქართველი ერის არსებობა წარმოუდგენელია გარეშე დამოუკიდებელ საქართველოსი და მისი მოპოვებული თავისუფლების დაკარგვა უფრო დიდი დანაშაული და შეცოდებაა, ვიდრე თავისუფლების განუხორციელებლობა. სამსონ ფირცხალავა 1918 წელი 17 ნოემბერი. დღესაც შეშფოთებულია საქართველოს სული, რას მოასწავებს? ნუ თუ საქართველოს ბედი განსაცდელშია, მსოფლიოს ძალთა შეჯახებაში საქართველოს არ ეშინია ღირსეული წვლილი დაიდოს, მხოლოდ მას ეშინია პატარა წმინდა სანთელივით სხვის ხატს არ შეადნეს. ლევან მეტრეველი 1919 წელი. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამ საერთო სახალხო სიხარული გამოიწვია. ხალხთან ერთად მისი მწერლობაც ზეიმობდა. ყველას რომ ეგონა იოსებ გრიშაშვილი მხოლოდ ქალის სიშიშვლის ეროტიული გრძნობების მომღერალიაო, ის სამშობლოს ბედზე წუხილსაც არაერთხელ შეუშფოთებია, მაგრამ სიყვარულის თემამ დაჩრდილა გრიშაშვილი პატრიოტი. ცოტას თუ ახსოვს სამშობლოს მწარე ხვედრით დასევდიანებული მისი ლექსები, აი თუნდაც 1912 წელს დაწერილი სიმღერად ქცეული სტრიქონები ლექსიდან სამშობლოს ნანგრევებში. სიზმრად ვნახე საქართველო, სისხლის ზღვაში ბანაობდა და დროშა კი დაფლეთილი ქარის ფრთებზე ქანაობდა. მერე 1921 წლის თებერვლის დღეების გამო ხალხმა ასე რომ შესცვალა და დროშა კი დაფლეთილი კოჯრის მთაზე ქანაობდა. 1914 წელს გრიშაშვილი წერს ლექსს სატრფო ავად ვყოლია და საქართველოს მომავალზე ლოცულობს. დე მე ვიყო ზვარაკი, დე დამენთქას მე ბედი ოღონდ სატრფო მიცოცხლე, მომავლის მორბედი, დაგედები მალამოდ, ოღონდ აღზდეკ მომავალს ერთად მივესალმოთ. და მაინც საყვედურობდნენ, ეგონათ ქალის სიმშვენიერის მეტი არაფერი ახსოვსო. ამის პასუხად აღმოხდა 1915 წელს. ვის შეუძლია ცილი დამწამოს, ვის შეუძლია მითხრას ართქმული, რომ არ მიყვარდეს ჩემი სამშობლო, ჩემი ერი და ჩემი მამული. 1917 წელს პოეტი რუსეთის იმპერატორის დამხობას მიესალმა ლექსით 1917 წელი. სიმღერითვე მოუწოდებდა ხალხს დავიხსნათ სამშობლო, დავიხსნათ მამული. ვალერიან გუნიას იუბილეზე ამ დიდ მამულიშვილს ლექსი დათოვლილი მედრო შეუძღვნა. დამოუკიდებლობის გამოცხადებას კი ფედერალისტთა პარტიის წევრი, პოეტი, ეროვნულობის მრწამსით გულანთებული 1918 წლის 26 მაისის ლექსით საქართველოს ზადიკი შეხვდა. სახალხო საქმე 1918 წელი ნომერი 242. მიყვარდა ტუჩი და შევიძაგე, თვით ალერსსაც კი ვეტყვი უარსა. რად მინდა ვარდი, რად მინდა ბაგე დღეს საქართველო ჯვარს იწერს, ჯვარსა. და მეც დამკოცნი სხვა ანგელოსი, და მეც დღეიდან დამეუფლება თავისუფლება საქართველოსი და ჩემი ლექსის თავისუფლება. 1918 წელს ქართველთა ბედნიერ დღეს კიდევ ერთი
მიუხედავად სოციალ-დემოკრატობისა, ჩვენი ქვეყნის ერთგული პოეტი ვასო ტუქსიშვილი, ჩოხელაშვილი მიეგება აღტაცებით. შორს წიაღიდან საუკუნეთა ვით მოგონება განცვიფრებული მოფრინავს გუნდი ცეცხლის ჰუნეთა და შევარდენთა ანცი კრებული. მოაქვთ გვირგვინი და მოსჩანს ოდენ მაღალ ჯიღაზე წითლად წერია თავისუფლებავ შენ გიხაროდენ ვითარმედ იშვებს დღეს ივერია. ამ სიხარულმა მოგვიანებითაც ბევრი ლექსი წარმოშვა. პოეტი ვარლამ რუხაძე 1920 წელს ასე მიესალმა საქართველოს დამოუკიდებლობას. საქართველო აღსდგა, დღეს ეს სიტყვა ითქვა და აზვირთდა ხალხი შვებით დანამული. შორს გასტყორცნა სევდა, გულს რომ აწვა ვითქვა და ჭაღარა ბელაც უსმენს განაბული. როგორც ხედავთ, უკვე იმ დროდან მიგვიწვდება გული პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეების ბელადებად გამოცხადებისაკენ. მაგრამ თავისუფლებით ტკბობა ცოტა ხანს დასცალდა მაშინდელ ქართველებს. 1918 წლიდან თურქეთმა რამდენიმე წლის დაბრუნებულ ჩვენ მიწებთან ერთად ქართული ბათუმიც დაიჩემა და 1919 წელს იქ გამართულ ლიტერატურულ საღამოზე იოსებ გრიშაშვილი მისთვის ჩვეული არტისტიზმით კითხულობს ლექსს ბათუმისათვის. და უნდათ რომ საქართველოს ეს პატარა ნატურის თვალი კვლავ გახადონ სხვისი მონა მორჩილი და შენამკრთალი. მხოლოდ 2 წლის შემდეგ, როცა შევძლებთ ჩვენი ევროპელი მფარველის გერმანიის პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული და ასპარეზიდან ჩამოცილებული ანტანტის სახელმწიფოების ინგლისისა და საფრანგეთის უნდობლობის დაძლევას ჩვენს მოწინააღმდეგეს ერთგულობდითო და ცოტა მათი მფარველობის მოპოვებასა ამის მერე ინგლისის ჯარების სარდლობის დახმარებით ჩვენი ჯარები ბათუმში შევა. იქ მთავარ მოედანზე აღლუმს გამართავს. ინგლის-საფრანგეთის დროშები დაეშვება და საქართველოს სახელმწიფო დროშა აღიმართება. მაგრამ ჩვენი ჭირთათმენა ამით არ დამთავრდება. ცოტა ხნის შემდეგ საბჭოთა რუსეთი ახალ სივერაგეს ჩაიდენს. თურქეთს გაურიგდება. ჩვენი ისტორიული ოლქების, მათ შორის ბათუმის სანაცვლოდ საქართველოს მიერთების, ოკუპაციის თანხმობას მიიღებს და საქართველოში ხელისუფლების ცვლის დროისათვის მენშევიკური მთავრობის ემიგრაციაში წასვლისას და ვითომ ჩვენი მფარველის ინგლისის ჩუმი თანხმობით საქართველოს გასაბჭოების დღეებში ბათუმი ისევ დასაბრუნებელი გვექნება. მაგრამ ვიდრე ყველაფერი ეს მოხდება, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ცნობასთან ერთად გონიერი ქართველი ხალხი ამ განცთა მოვლა გაფრთხილებაზე ზრუნავდნენ და სხვებსაც სიფრთხილისაკენ მოუწოდებდნენ. როცა კიდევ ერთი მეზობლის ჩვენი ძვირფასი სომხების შემოტევის შემდეგ თავარმა საფრთხე მიჩინა თავი ჩვენმა ადრინდელმა ჩამყლაპავმა ვეშაპმა ისევ გაიღვიძა. 1920 წელს ჟურნალმა ცისარტყელამ ნომერი 4 დაბეჭდა თავისუფალი საქართველოს დასამხობად აღძრული ძალების სივერაგით აღშფოთებული პოეტის იოსებ გრიშაშვილის ლაზათიანად ნათქვამი სიტყვები. ბევრჯერ აიკლეს ის მიდამო და სპარსთა ჯარსა ალეწინებდნენ
ზუჩ მუზარაც ჩაჩქან აბჯარსა, მაგრამ ცხოვრობდით მოყვარულნი დროთ ტრიალისა, დღეს კი ქართველი ძილში მუდამ წყევლას აჩაღებს და წყევლის იმას, ვინც ჩრდილოეთის ველურ ყაჩაღებს, გაუღო კარი თერგ დალეულ დარიალისა. ერთ-ერთი პირველები თუ მართლაც პირველნი არა, ქართველი მწერლები, მეცნიერები, ინტელიგენტები იყვნენ, ვინც განგაშის ზარებსაც იმ თავითვე არისხებდნენ. ამ განძს, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას დაცვა და მოვლა უნდაო. ჯერ კიდევ 1917 წლის 5 დეკემბერს ამ ზრუნვამ აკაკი შანიძეს, შემდეგში დიდ ენათმეცნიერს, მაშინ კი როგორც პოეზიისათვის ხარკის გადამხდელ ყველა ქართველს და სამშობლოს ბედით შეშფოთებულ მის მომავალზე მზრუნველ ადამიანს დააწერინა ქართული ეროვნული ჰიმნი და შემოაკვრევინა განგაშის ზარი. აბა ფხიზლად ქართველებო, მივხვეთ მამა პაპად კვალსა, წარსულს გრძნობით ვიგონებდეთ, ჩავუფიქრდეთ მომავალსა, ძალი თვალი პონტოსაკენ, ნუ ვაშორებთ გურგანს ცალსა, ყური ვიგდოთ გურჯი ბოღას და ნუ ვაღებთ დარიალსა. და კვლავ იმეორებდა, აბა ფრთხილად ქართველებო, ნუ ვაღებთ დარიალსა. როგორც ვიცით, კონკურსში ჩვენი ეროვნული ჰიმნისათვის სხვა ტექსტებს მისცეს უპირატესობა და ეს იყო დიდება, მაგრამ ამის გამო არავითარ შემთხვევაში არ კნინდება კეთილმგოსან აკაკი შანიძის ზრუნვა სამშობლოს ბედზე. 18 წლის გიორგი ლეონიძემაც იგრძნო უბედურება და წინაპარს უხმო საშველად ჰიმნი თამარ. და გიხმობთ შველად თამარ, ჰოი თამარ, ივერია იავარს იქმნა. 1918 წლის 20 ნოემბერს გაზეთ ერთობაში გაისმა გიორგი ქუჩიშვილის ამონაკვნესი, ვისაც ხელი გავუწოდეთ, ვინც კი გულით შევიყვარეთ, ყველა მტრულად გვეკიდება, ყველა გვლანძღავს შინ და გარეთ. ნეტა ვისრა ვაწყენინეთ, ანდა ვისრა დავუშავეთ, რომ ყველანი გარდაქმნილან ჩვენი ქვეყნის მესაფლავეთ. არავინ არ დაგვინდო, არც არავინ გაგვიტანა, ვინც კი ძმობა შემოგფიცა, ყველამ ზურგში დაგვცა დანა. ძვირფასო მკითხველო, თავად განსაჯეთ, დღესაც რამდენად მტკივნეულია ეს საკითხი. მომდევნო წლის 11 მაისს იოსებ იმედაშვილიც გამოთქვამდა შეშფოთებას და საკმაოდ ფხიზლად აანალიზებდა ვითარებას. ჩვენი სამშობლოს მკვდრეთით აღდგინება ბევრს მოსვენებას არ აძლევს. შინაური და გარეული მტერნი გველივით სისინებენ, ვინ იცის რით არ გვემუქრებიან, თავისუფლებაც არ შეგრჩებათ, დამოუკიდებლობას წაგართმევენ, თუ სხვას არ ემონებით, დაიღუპებითო და კიდევ მრავალი სხვა. ხედავთ 90 წლის შემდეგაც, როგორ არაფერი, მათ შორის ჩვენი უდარდელობაც არ შეიცვლება. იოსები კი ქართველებს ამხნევებდა, წინასწარ გულს ნუ გაიხეთქავთ, კიდევ დავიცვათ ოღონდ, კლავებს ნუ დავხრით, ნუ ჩავიჩოქებთ და ჩვენი ქვეყნის დაწინაურებას მხნედ ვემსახუროთო. არც უარეს გამორიცხავდა მწერალი. ჩვენს ქვეყანას
თუ ისტორიულმა აუცილებლობამ ბრძოლაში ფრთები დაგვაყრევინა, მითად სასოწარკვეთილება არ აგვმართებს. რაც უნდა მოხდეს, ნუ შევდრკებით და მარად გვახსოვდეს, რომ ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს გამწირული სულის კვეთება და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო მაინც დარჩება. აწმყო რაც არ უნდა მძიმე იყოს, ბრწყინვალე მომავალი მაინც ჩვენია. ამ წელს 11 ივლისს გაზეთ სოციალისტ ფედერალისტში წერალმა ლევან მეტრეველმაც ასე გამოხატა ჩვენი ხალხის უმთავრესი სატკივარი. ქართული სული დღეს შეშფოთებულია საქართველოს სული. რას მოასწავლებს? ნუ თუ საქართველოს ბედი განსაცდელშია. სოფლიო ძალთა შეჯახებაში საქართველოს არეშინია ღირსეული წვლილი დაიდოს. მხოლოდ მას ეშინია პატარა წმინდა სამთელივით სხვის ხატს არ შეადნეს. საქართველოს ამ გადარჩენას რუსეთის ბოლშევიზმი ემუქრებოდა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ შალვა შარაშიძემ, რომელიც მწერლობაში ცნობილია თაგუნას ფსევდონიმით, სიზმარში ნახულად გვამცნო 1919 წელი, რა მოყვებოდა საქართველოში ბოლშევიკების გამარჯვებას. ჩვენი სახელოვანი მოღვაწე იოსებ იმედაშვილიც ექიმ შტოკმანის ფსევდონიმს ამოფარებული თავის ჟურნალ თეატრსა და ცხოვრებაში 1920 წლის 15 თებერვალსაც აქვეყნებს მეტად დამახასიათებელ სათაურიან მძაფრ მოწოდებას ძილშიც იფხიზლე. ჩვენი სახელმწიფო უკვე ჩვენ საკუთარ ძალღონეს მიეყუდნა, ხოლო ხალხმა ერმა იგრძნო და განიცადა თუ არა ეს დიდი მოვლენა. თითქმის არა. დღეს თითოეული ჩვენგანი, ჩვენი ქვეყნის ყოველი ერთგული შვილი, რა ხელობის, წოდების და სქესისაც არ უნდა იყოს, ძილშიც უნდა ფხიზლობდეს. ნაკისრ საქმეს მთელი თავისის არსებით ასრულებდეს. წმინდა შრომით მეცნიერება ხელოვნების ტაძარს ამშვენებდეს. დაუცხრომელი მუშაობით ქვეყნის დოვლათს აქმნიდეს, რათა ქვეყანა ჩვენი გაბწყინდეს ცოდნით, ქონებით მოღონიერდეს, ნივთიერად წელში გაიმართოს, ზე წამოდგეს და მზეს თვალები გაუსწოროს. ამის მაგივრად რას ვხედავთ? საზოგადო დაწესებულებანი აიღეთ, გაუთავებელი ლაპარაკი, სასწავლებლებში ან ცუღლუტობენ, ან მეცნიერების მოძალების მაგიერ ტალანებში გაუთავებელი არ შიყობა, ან ახ ერთი ელექტრო ჩაქრესო, რომ დროს დაფასება ხომ სრულიად ზედმეტ ბარგადაა მიჩნეული. რაც ჩვენ ხალხს შეუძლია, სამწუხაროდ დღეს მის მიათეთს არიჩენს. თითქოს უმეტესობას უკნარობის სცენი შეეყარაო. მინდვრის მშრომელი, ქარხნის მუშა, მოხელე, მასწავლებელი თუ მოსწავლე მხოლოდ გარეგნულად ასრულებს თავის მოვალეობას, ქვეყანა კი იფიტება. ვაი იმ ქვეყანას, სადაც პატიოსანი და ბეჯითი შრომა არ ბატონობს. ვაი იმ ხალხს, ვინც მუყაითი შრომის წმინდა ოფლით არ ბუღრაობს საქვეყნო დოვლათის შესაქმნელად, მეცნიერება ხელოვნების ასაყვავებლად. ჩვენი თავი ჩვენ მხოლოდ მაშინ მოგვეყუდნება, როცა თითოეული ჩვენგანი თავის მოვალეობას პირნათლად შეასრულებს. და აქეთკენ მოვუწოდებთ ჩვენი ქვეყნის ყველა ერთგულ შვილს,
ვისაც საქვეყნო ზრუნვა წმინდა მცნებად მიუჩნევია და სამშობლოს თავისუფლება მხოლოდ ცარიელ ბგერად არ უჩანს. ძილში იფხიზლე, აი რას ჩაგძახის ჩვენი დრო. ვასო ტუქსიშვილიც აფრთხილებს სამშობლოს. წითელი ყორანი, ერთობა, 1920 წელი, 8 მაისი. თავზე დაგჩხავლა შავმა ყორანმა. დღეს იმას წითლად უცვლია ფერი, მოსყურებია შენი გულიდან ადინოს წმინდა სისხლის ჩანჩქერი. ხალხის მაშინდელი ლოცვა და ღაღადი გამოხატა გიორგი ქუჩიშვილმა ლექსში ჩემი ვედრება. ღმერთო მაღალო, ხურვალე ლოცვით შემოგავედრებ სამშობლოს ჩემსა, შენ უწინამძღვრე ამ პატარა ნავს და ნუ შეახლი დამღუპველ გემსა. ღმერთო, ისმინე ვედრება ჩემი, გადაარჩინე ქართველი ერი, რომ განახლებულ სხვა ერთა შორის ცხოვრობდეც იგიც სვებედნიერი. მაგრამ იმავე 1920 წელს ბევრს ვერ გაეგება ის უბრალო ამბავი, რომ ბოლშევიკური ფერის წითელი დროშის აფრიალება დასავლეთს დააბნევდა ჩვენი ორიენტაციის გაგებაში. არადა პოეტი ვარლამ რუხაძე, რომელსაც ვერ დასწამებ საქართველო არ უყვარდაო, თურქეთის დაჩემებულ ბათუმს ამხნევებდა. მოვდივართ, მოგვაქვს დროშა წითელი. იმავე პოეტის გადმოცემით საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიულად ცნობასაც მთავრობის სასახლე ასეთი ფერით შეხვდა. ქალაქს ამშვენებს თეთრი იები, წითელ დროშება ტევრი სასახლეს. დავით მეჩონგურეც ქარცივაძე, ესეც თავგადაკლული პატრიოტი, იმავე გაზეთში დამოუკიდებლობის მეორე წლისთავზე 1920 წლის 28 მაისს ამაყად ამბობდა: დღეს იქ ლაღად დაფრიალებს ძმობის დროშა წითელფერი. პოეტებზე რა უნდა თქვა, როცა ამას პოლიტიკოსები ვერ ხვდებოდნენ, როცა სოციალ-დემოკრატთა ოფიციოზი ერთობა იმავე 1920 წელს 12 მარტს არშინიანი ასოებით ესალმებოდა რუსეთის სოციალისტურ რევოლუციას, სინამდვილეში ბოლშევიკური გადატრიალება რომ იყო. გაუმარჯოს რუსეთის დიდ რევოლუციას, გაუმარჯოს ინტერნაციონალს, გაუმარჯოს სოციალიზმს. ტყუილად არ უთქვამს გრიგოლ გიორგაძეს დამფუძნებელი კრების 1920 წლის 7 აგვისტოს სხდომაზე. აქ ზოგიერთები ძალზე არ შიყებიან ბოლშევიკებს. ასე გაორებულ საქართველოს 6 თვის შემდეგ დამოუკიდებლობის დაცვა მოუწევდა. როგორ დაიცავდა? აკი. მაგრამ დაუბრუნდეთ ქართველთა ფხიზელი და გამჭრიახი ნაწილის ლოცვას. ღმერთო, ისმინე ვედრება ჩემი, გადაარჩინე ქართველი ერი. ბევრს ამ გადარჩენის ერთადერთ იმედად ქართული გვარდია მიაჩნდა. ამიტომ იყო, რომ მისი შექმნის 3 წლისთავზე 1920 წლის მიწურულს გიორგი ქუჩიშვილთან და სოლომონ თავაძესთან ერთად გალაქტიონ ტაბიძემაც უძღვნა ლექსი გვარდიას და აქ შესძახა პირველად: საქართველო უპირველესად ყოვლისაო. გვარდია სული გქონდეს უსპეტაკეს თოვლისა, პირადად მე სიკვდილამდე მექნება, მხოლოდ ერთი სიხარული შეგნება, პოეზია უპირველეს ყოვლისა. და გვარდია მიყვარს მასთან ნახევარ
გზა დაღლილი არვის არ უნახივარ ერთი გვანთებს შუქი სვეტი ცხოვლისა საქართველო უპირველეს ყოვლისა დაგამცირონ მაგრამ ვერსად დაქტიონ მაინც დაფნით გულის შენ გალაქტიონ ამღერება რეზონანსთ მომავლისა პოეზია უპირველეს ყოვლისა დღეს ყვავის ბზა ალუბლები ატამი ისევ დღეა შენი მაშა სადამე შორეული სული დოვინ დოვენ დოვლისა საქართველო უპირველეს ყოვლისა